გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ დღეს გავრცელდა ესეთი მოულოდნელი ინფორმაცია, რომლის მსგავსიც არ მომხდარა არასდროს საქართველოში, მაგრამ თანდათან საქართველო ხო საერთოდ კარგავს თავის სახეს და საერთოდ ხო ქართველი ერი კარგავს თავის სახეს, ის რაც იყო და ახალი ნეო-ჯორჯია იხატება საქართველოში და ამიტომ ახალ სიურპრიზებს უნდა ველოდეთ. დღეს როგორც გახდა ცნობილი, ამ რამოდენიმე საათის წინ, საქართველოს საპატრიარქოში თურმე ვიღაცამ შემთხვევით მოულოდნელად, ამოუარა და თურმე მანქანა შევარდა თურმე და დიდი ალაყაფის კარები ჩამოანგრია თურმე, აქეთ-იქეთ, ჰაი-ჰუი, ატყდა ერთი ამბავი, მოვარდა პოლიცია და დაიჭირეს. ასეთი რაღაც საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. მე თქვენ თუ გამახსენებთ პერიოდს, როდესაც ვინმე პროტესტის ნიშნად მისულიყო და საპატრიარქოსთან რაიმე მსგავსი ქმედება ჩაედინა, მე არ მახსენდება და თუ არსებობს ასეთი, რა ვიცი, გამახსენით. მაგრამ ფაქტია უკვე მოხდა, პრეცედენტი არის მოხდა და მე ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, ესეთი რაღაცები ჰაერზე არ ხდება, ასე შემთხვევით არ ხდება, მით უმეტეს ასეთი დიდი ინსტიტუციის მიმართ, როგორც საქართველოში არის საპატრიარქო, რომლის ავტორიტეტიც ბოლო წლები არის თანდათან ჩამოდის დაბლა და მაქსიმალურად ვინც ცდილობს იმას, რომ საქართველოში სარწმუნოებრივი საკითხი და ქრისტიანული საკითხი საერთოდ რწმენა გაანადგუროს ადამიანებში, და ვინც ებრძვის მართლმადიდებლობას და ქრისტიანობას, მე მინდა გითხრათ, რომ ისინი წარმატებით აღწევენ თავის მიზანს. დღეს ჩვენ გვყავს ტოტალურად გაუნათლებელი მასა, საზოგადოებრივი მასა, რომელსაც რო ვკითხო, რომ ქრისტიანი არის და ქრისტიანობის არაფერი არ იცის, რომლებსაც ფანატიზმი უფრო ახასიათებს და არის მეორე კატეგორია, რომელ კატეგორიასაც საერთოდ არ უნდა ქრისტიანობის, სარწმუნოების, ყოველგვარი სარწმუნოებრივი საკითხის განხილვა, ესენი არიან ძირითადად შიგ ევროკავშირის და შიგ უკნიდან განათლებული მედასავლეთეები, ახალგაზრდები, რომელი ახალგაზრდებიც გამოზარდა დასავლეთის პროპაგანდამ და დასავლეთის იდეამ, რომელიც არაფრით არ განსხვავდება თავის დროზე ბოლშევიკური მებრძოლ უღმერთოთა კავშირისგან, რომლებსაც ეზიზღებოდა და ჭირის დღესავით ვერ იტანდნენ მართლმადიდებლურ ეკლესიას, საერთოდ ვერანაირ რელიგიას ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და მიმდინარეობდა ბრძოლები და ომები სარწმუნოებასთან, სანამ ბოლო პერიოდში სტალინმა საბოლოოდ ეს ხალხი არ გაანადგურა, ის 24 სიონისტი, რომელიც იყო თავში ლენინის თამადობით და თავიანთი ხელქვეითების შემდეგ მებრძოლ უღმერთოთა კავშირის ჩათვლით, რომელიც ასევე სტალინმა გაანადგურა. ეს ყველაფერი მანამდე ამ წლების მანძილზე ამ ხალხმა თავისი საქმე გააკეთეს და მოასწრეს და მძიმედ დარჩა ეს ისტორიაში, თუმცა საფუძველი ჰქონდათ, ნამდვილად ჰქონდათ ეს საფუძველი. ორი რაღაც არსებობდა. პირველი ის, რომ გინდა არ გინდა რელიგია და რელიგიური ინსტიტუტი, ეს არის ძალაუფლების ინსტიტუტი, მასების მართვის და კონტროლის საშუალება და ეს იყო მათთვის პირველი ესე რომ ვთქვათ, სამიზნე და ისე არის დღესაც და ასე ეს ყოველთვის ასე იყო. თუმცა სარწმუნოებრივად მართული მასა, ყველაზე მეტი ერთგული მასა არის იმ ძალაუფლების, რომელიც მას მართავს და არ ჭირდებოდათ კონკურენტები. ისე არის დღესაც, ისე არის შიგ ევროკავშირშიც, ისე არის შიგ ამერიკაშიც და საერთოდ ამ ლიბერალურ ქვეყნებში, სადაც რელიგია უნდა დარჩეს მხოლოდ კულტურულ დონეზე, უნდა დარჩეს რიტუალების დონეზე და ხალხმა მაქსიმალურად არ უნდა იაროს ეკლესიაში და მათთვის არსებობს კონსტიტუცია, მათთვის არის სამოქალაქო საზოგადოება, რა დროის ღმერთია, 21 საუკუნეა და ასე შემდეგ. ეს კატეგორია, მეორე კატეგორია არის ეს აგრესიული მებრძოლ უღმერთოთა კავშირი აქეთ
და თუ ჩვენ შეგვიძლია რეალურად ვთქვათ, მე არავის რწმენას არ ვეხები და არავის განათლებას დიდად არ ვეხები სიმართლე გითხრათ, მაგრამ ის რაც რეალობასთან არის კავშირი, ჭეშმარიტი მორწმუნე და ჭეშმარიტი ქრისტიანი და ქრისტიანულად განათლებული საზოგადოება დღეს საქართველოში, რა შემიძლია უბრალოდ დავინახო, ეს არის დაახლოებით, რა ვიცი, 4-5% რა, ესეც ბევრი არის ალბათ სინამდვილე შენ ჭეშმარიტად რასაც გვია, იმიტომ რომ მე ვერანაირად ვერ დავარქვევ იმ ადამიანებს, მორწმუნე ადამიანებს, რომელი ეგრეთ წოდებული მორწმუნე ადამიანებსაც ბავშვების სიცოცხლე არ აინტერესებს და ოჯახის სიწმინდე აინტერესებს და იქ დაშბანდურობს და ეს არ აინტერესებს და როგორც ხდება ეს რიტუალებზე ასული რწმენა, ეს ქოცური სარწმუნოება, როგორ იწყავთ, ეს რა ქვია, უცნობი და 7 და აი ერთმანეთთან რო აკავშირებენ, რა ქვია, შიომუჯირს და კვარაცხელიას და 7-ს და 64-ს და აი ეგეთ რაღაცებს ახლა ხო კარგად იცით რა კატეგორია ადამიანებზე მაქვს საუბარი. ამიტომ ძალიან თუ ვინმე არის იმ ყველაფერში დამნაშავე, რაც ხდება დღევანდელ საქართველოში, ამაში არის ზუსტად დამნაშავე ქრისტეს სახელით, ქრისტესთან მებრძოლი ყანდურები, რომლებიც დაიყვანეს რელიგია. ხო, ეგრეა, გამოჩნდება, ჩემო ძმაო, ეხლა ეს გაივლის ფილტრაციას, გაივლის ეს ყველაფერი და გამოჩნდება იმაზე, რა ქვია, საღამოობით ვერაულიან ამას გვერდს მაინც და ერთი მხარე თავისებურად წარმოაჩენს, მეორე მხარე თავისებურად წარმოაჩენს. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის ჩვეულებრივად დადგმული სპეცსამსახურების მიერ დადგმული ჩვეულებრივი სოციალური ექსპერიმენტი, რომლის მთავარი მიზანიც არის, რომ იქნას საზოგადოებრივი განწყობები იქნას საქართველოს მოსახლეობაში, რა რეაქცია ექნება მოსახლეობას და თუ ეს ყველაფერი ესე ჩაივლის, ამას მოყვება აუცილებლად შემდგომ სხვა ნაბიჯები, რომელიც უკვე ალბათ ფიზიკურად გასწორება იქნება ამ ყველაფერთან მიმართებაში. ვიცი რომ არ არის ინფორმაცია არის ძალიან მწირი, მაგრამ აი აქ-აიქ თანდათან გამოჩნდა ეს ყველაფერი და ეს რომ დადგმული არის, შემოიმედა და ეს რომ მომზადებული არის, ეს ზედვე ჩანს ზუსტად ეგრეთ წოდებული თანამედროვეობის მებრძოლ უღმერთოთა კავშირის საინფორმაციო საშუალებებიდან, იმიტომ მასებზე ინფორმაციის გავრცელებას ესენი ახდენენ და მათ დაიწყეს უკვე ესეთი ინფორმაციის გავრცელება, რომ თურმე ვინც დაეჯახა თურმე ამ საპატრიარქოს ჭიშკარს, ის ადამიანი თურმე შეუძლოდ გახდა, უბრალოდ გზიდან გადაუხვია და შემთხვევით შეეჯახა. ამას ავრცელებს ეს მთავარი არხი, ამას ავრცელებს სხვათა შორის რადიო თავისუფლება და რადიო თავისუფლება იყო პირველი. ეს არის უპირველესი, უნაძირლესი ინსტიტუტი, რომელიც საქართველოში იქნა შემოსული. და რომელიც არის ყველაფერი უბედურების თავი და თავი. ეს არის ბიოლოგიური ნაგავი ქართველ მებრძოლ უღმერთოთა კავშირის მთავარი ფლაგმანი, ასე რომ ვთქვათ, და ამ ფლაგმანმა დადო აქ თავის გვერდზე ეს ყველაფერი, უკვე ინფორმაცია გაარკვიეს, უკვე ყველაფერი გაიგეს, რომ თურმე ეს ყველაფერი არ მომხდარა, თურმე ადამიანი ცუდად გახდა, მერე რა მოხდა, შემოუხვია, შევიდა და დაეჯახა და ჩამოანგრია და ასე შემდეგ და იქ უნდა ჩამოყვე მე ქვემოთ კომენტარებს, თუ ამ კომენტარებში რას წერენ, ეს მათი აი უკვე რეალური სახის მქონე თუ რაც ისახავდა მიზნად ადამიანები და იქ იწერება, რომ რა თუნდა მაგაზე ეს ჯერ ცინიზმი და ირონია, რომ ეს ნიშანი არის, ეს ასე არის, ის ისე არის და მოკლედ წარმატებულად ჩატარებული. მე მინდა მიულოცო სპეცსამსახურებს, რომელიც სპეცსამსახურებით საქართველოში ამ ყველაფერს თქვენ წარმატებით ჩაატარეთ ეს ექსპერიმენტი საქართველოში და ალბათ ახლა მიყვება ამ ყველაფერს ესე და ეს. მე არ ვიცი ვინ არის სახელი და გვარიც ითქვა, მე არ ვიცი ვინ არის, მე არ ვიცი მისი ბიოგრაფია, მე არ ვიცი რა აკავშირებს იმას ამ ყველაფერთან. უბრალოდ ასეთ შემთხვევაში ხდება სპეცსამსახურების მუშაობის ტექნოლოგია არის შემდეგნაირი, რომ ნახავენ ადამიანს გაჭირვებულს, რომელიც არის გამწარებული ამ სასულიერო პირების მხრიდან, ზოგიერთი შეიძლება მევახშეობის გამო არის, რამდენიც კიდე იმდენი ანაფორიანი მევახში არის. რამდენიც კიდე იმდენზე ქონება აქვს წართმეული, ასე შემდეგ, რომელსაც ცხოვრება აურიეს ამ სასულიერო პირებმა და ხდება მე ამ ადამიანების დამუშავება. და ეს დამუშავებული ადამიანები აკეთებენ ესეთ რაღაცას. არ ვიცი, თანდათან გამოჩნდება. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრებია იმაში, თუ
სჯულის კანონის დარღვევის შესაბამისად ეგრეთ წოდებული სასულიერო პირები რამდენ ცოდვას და დანაშაულს შადიან ქვეყანაში და აქედან გამომდინარე ახლა მათი გამწარებული ადამიანები ცოტა არა მონახეს ახლა ეს ადამიანი და ამ ფონზე დააკვირდით ფონს დროსა და სივრცეში ამ ფონზე როდესაც შიოს განცხადებაზე, შიოს ქადაგებაზე, რომ თურმე აბორტები არ უნდა ჩატარდეს, თურმე, მაშინ რა ქვია, და ეს არის დიდი ცოდვა და უბედურება, დააკვირდით რადონის ისტერიკა აუტყდათ, ჩემოგარგებო, ეს თქვენ არ გეგონოთ, ეს ბრიტანული გამომცემლობა არის, BBC, ესეც იმის, რა ქვია, რადიო თავისუფლების მსგავსი ბიოლოგიური ნაგვების თავშესაყარი არის ურწმუნოების, უღმერთოების, უჯიშოების და ბრიტანეთში შეწუხდნენ, რომ აბორტებთან დაკავშირებით შიოს ქადაგებაში იყო ასეთი რაღაც. შემთხვევით არა ეს ჩვეულებრივი Mi6-ის აგენტურა არის, რომელიც Mi6-ის აგენტურაც თავიდან ბოლომდე მართავს BBC-ს. და BBC როგორაა დაკავშირებული საქართველოსთან და როგორაა მათი ხელმძღვანელი მეტრეველი გვარად, რომელსაც საქართველოსთან არაფერი არ აკავშირებს, მე მგონი ამას დაკვირვებული თვალი უნდა ხვდებოდეს. და აქედან გამომდინარე ერთი რაღაცის თქმა მინდა. ეს ყველაფერი დაიწყო შემზადებული იყო ამ წლების მანძილზე, დაიწყო ამ განსაკუთრებით შიოს ქადაგების შემდეგ, ჯერ მოძებნეს საქართველოში ეთნიკურად არაქართველები და განსაკუთრებით ერთი ეთნიკური ჯგუფის აზერბაიჯანული წარმოშობის ადამიანები, რომლებიც თურმე გუშინ მქონდა მე ამ საკითხთან დაკავშირებით ვიდეო ლაივი, რომლებიც თურმე შიოს ქადაგების შემდეგ თურმე არასრულ მეორე ხარისხოვნად თვლიდნენ თავს, თურმე ეს თურმე მათი დამცირება იყო, ამთი შეურაცხყოფა იყო, თურმე ხალხო რადონეზე დავიდით ჩვენ იცით? აი რადონეზე დავიდა დღევანდელი ქართველო და დღევანდელი საქართველო როგორც სახელმწიფო. ქვეყანაში, ქვეყნის პატრიარქს არა აქვს უფლება ერს უთხრას, რომ ქართველებო გაუმრავლდეთ თუ არა გადაშენების პირასავართ მისული. როგორც კი ამას პატრიარქი იტყვის, იმ წუთში გამოხდება არასამთავრობო ფუჩუკუტუ სექტორი და წივის კივის და ჩვენო ეთნიკური უმცირესობაო ამის გამო შეურაცხყოფილები ვართ. რატო არის შეურაცხყოფილი ნებისმიერი ერი თუ ქართველი ერი გამრავლდა, ჯერ მე ამას ვერ ხვდები. რატო არის მათი შეურაცხყოფა? მერე და მეორე საქართველოში თუ ვინმე იკლებს და თუ ვინმე მოგწერთ კომენტართან დაკავშირებით, თუ ვერ დამიკავშირდით, მოგწერთ ელექტრონულ პოსტას და დამიკავშირდით ელექტრონულ პოსტას. აი ეს ხდება, იცით? ეს ხდება, ძალიან კარგად ხვდებიან ახლა რაშიც არის საქმე, მიმდინარეობს ახლა საპატრიარქო დარჩენილი არის მართლმადიდებლური ეკლესიის მთავარ ინსტიტუციად. აი ძალაუფლების მხრივ. ამიტომ რომ ქოცებიც მაქსიმალურად არიან მიკედლებული იმასთან, რა ქვია, მართლმადიდებლობასთან. მე გითხარით თქვენ, რომ როდესაც იყო პატრიარქის გასვენება, მე გითხარით, როდესაც იყო ამდენი ადამიანი გამოსული ქუჩაში, როდესაც ამდენი ადამიანი პატრიარქის დასაფლავებას დაესწრო და გამოჩნდა ის, რომ თურმე საქართველოში მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უნდა ხალხს რომ ქრისტიანულ მორალზე იყოს, მართლმადიდებლურ მორალზე იყოს და მე თქვენ გითხარით მაშინ, რომ ქართველ ერს და საქართველოს ამას არ აპატიებენ. გადაივლის ეს ყველაფერი და გაათმაგებული და გაასმაგებული წავაბრძოლა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. და ეს ყველაფერი მოდის თანდათან, ეს ყველაფერი ნელ-ნელა მოდის მოქმედებაში და ამათ თქვენ გონიათ მართლა აინტერესებთ ის დარღვევები, რომელიც ხდება და სჯულის კანონის დარღვევები, რომელიც ხდება საპატრიარქოში? არ აინტერესებთ ეს სულ ფეხებზე კიდიათ პირიქით. სჯულის კანონი რო არ ირღვეოდეს ასე ღიად საპატრიარქოში, მათ სალაპარაკო არ იქნებოდათ არაფერი, ამიტომ პირიქით, მათ ეს სჭირდებათ, მათ ეს აწყობთ, მათ აწყობთ ეს კორუმპირებული მაგალითად ჯაღმაიძე, მათ აწყობთ ყანდური კიდე სხვადასხვა ჭუაძეები, ისინი უამრავი არიან, ხა არ მინდა ჩამოვთვალო, უბრალოდ შორს აგვიყვანს, ვარ ვაგდო ეგეთ წოდვილს დაეცემა თავში. ხო და აქედან გამომდინარე, ჩემო კარგებო, ეს ყველაფერი არის ჩვეულებრივად ბრძოლა მართლმადიდებლობასთან და ბრძოლა ქრისტიანობასთან. ვერავინ ვერაფერს ვერ დააკლებს მართლმადიდებლურ ეკლესიას, ვერავინ ვერაფერს ვერ დააკლებს მართლმადიდებლობას.
ერთადერთი ვინც შეიძლება ამ ყველაფერს დააკლოს ეს ყველაფერი ესა ქრისტეს სახელით ქრისტიანობასთან და მართლმადიდებლობასთან მებრძოლი სასულიერო პირები. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის ის რომ საქართველოში ჩატარდეს რასაც ამბობდა მეუფე იობი რუის ურბნისის კრების ხელახალი ჩატარება კი არა უბრალოდ რაც არის დაწერილი იმის აღსრულება არის საჭირო უღირსი სასულიერო პირებიდან საპატრიარქოს გაწმენდა სხვა შემთხვევაში არაფერი არ ეშველება არათუ საპატრიარქოს არ ეშველება საერთოდ ერს არ ეშველება არაფერი სულ ვიქნებით აი ამ უბედურებაში ამ უბედურებიდან ჩვენ ვერ ამოვალთ და რაც შეეხება აი ამ აფირისტებს რომლებიც ამბობენ რომ თურმე ის ადამიანი თურმე ცუდად გახდა ადამიანმა მოუხვია და დაეჯახა და შევართ არ ყოფილას იქ ცოცხალი ადამიანები იდგნენ რომელმა ადამიანებმა ძალიან კარგად დაინახეს რომ ამ ადამიანმა როდესაც დაანგრია ის ალაყაფის კარები რომლის კარებთანაც არაერთხელ გვიყურყუტებია ჩვენ აგერ დიუშენის დისტროფიით დაავადებული მშობლები რამდენიმე დღე ყურყუტებდნენ და გამწარებულები გამობრუნდნენ უკან შემდეგ დიდი რეზონანსი რომ იყო მე მოიძებნეს დრო და შეხვდნენ. როდესაც ჩვენ ვიდექით ქართული მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენ ვიდექით დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით და არავინ იქიდან არ გვიყურებდა. და ეს განწყობა იყო ხალხში. ხო და ეს ადამიანი როდესაც გადმოსულა იქიდან დაუწყია ლანძღვა, გინება, ფურთხება აქეთ, იქეთ მოკლედ თელი ამბები. არ ვიცი ახლა ეს ადამიანი გასარკვევია ხო არ ვიცი რას ფარავენ და როგორ ფარავენ ჩემო კარგო ერთი ვიცი რომ წარმატებით ახორციელებენ იმას რაზეც ვსაუბრობ აზერბაიჯანისთვის 20 წლით გადაცემული მილსადენი კი არა თუ შემიძლია ხარ საქართველოს არის მთლიანად გადაცემული და გაყიდული არის და სხვათა შორის მაგ მილსადენთან დაკავშირებით ერთი რაღაცა მინდა გითხრა როდესაც ჩვენ ვიყავით საპატრიარქოსთან მისული დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ზუსტად აზერბაიჯანს როდესაც ეხებოდა საქმე ჯაღმაიძემ და ამათმა საერთოდ რო არ გაგვცეს ეს პასუხი გამოსულა მერე და ჩახუტებია სოკარს რომელსაც მილიონები ჩაურიცხიათ და ყველა ეკლესიასთვის და საპატრიარქოსთვის თურმე გაზი მიუწოდებიათ უფასოდ ხო და იმასთან რა ქვია აზერბაიჯანელებთან კოჰაბიტაციაში და აზერბაიჯანელებთან ვასვასში და ყვარყვალში როგორც ხელისუფლება არის ისე არიან ყანდურები და კონკრეტულად ჯაღმაიცე ხო და არა მარტო ჯაღმაიცე ამიტომ სულ ფეხებზე კიდიათ იმათ დავით გარეჯის და ყველაფერიც აი ეს უბედურება ტრიალებს მაგ ახლა უცნობა რო იყოს და ქოცობა რო იყოს და ნაცობა მე საერთოდ არაფერი არ მიკვირს რა მე ის მიკვირს მართლმადიდებელი სასულიერო პირები იმის გამო რომ იმიდან მიიღო რა ქვია სოკარიდან დაფინანსებები და უფასო გაზები ქონდეთ ემაში რა ქვია ეპარქიებში ამის გამო თავს ხუჭავენ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ამიტომ როგორი გათახსირებულიც არის ძალიან დიდი ნაწილი საპატრიარქოში ისეთი გათახსირებული არის იქ რა ქვია იქ პოლიტიკაში 100% გათახსირებულები არიან და ამიტომ ეს ახლა არის ტესტი ზოგადად ქართველებს როგორი დამოუკიდებულება იქნება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მე ერთი რაღაცა მინდა გითხრათ ხალხო. მღვდლების უღირსის აქციელის გამო ღმერთს ნუ შეიძულებთ. ჯაღმაიძის გამო ღმერთი არ უნდა შეიძულო. აცადეთ ბატონო მე ნაცლელი არა აქ მე ვისრახს ხელს უშლი კაცო. მე გეუბნებით ერთს. ქართველებო საერთოდ რო არსებობდეს მღვდელი და საერთოდ რო გაქრეს მღვდელი და სასულიერო პირები ეს იმას არ ნიშნავს რომ ადამიანმა ქრისტიანობაზე უარი თქვა მღვდლის გამო ქრისტეს ნუ შეიძულებთ ესაა ჩემი პასუხი ეს არის ჩემი პასუხი დანარჩენი კიდე რაც შეეხება ხო აი იქ შიგნითა ყველაფერი გამოსასწორებელი და ვიცი რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამწარებული ამათგან და იტყვის რომ დიდი ხანია იქაობა დასანგრავია, დიდი ხანია იქაობა დასაწვავია, იქ ქრისტიანობისთვის და იმისთვის არაფერი არ ხდება, დიახ, გადაქცეული არის საპატრიარქო სიონისტების და განსაკუთრებით ისრაელის სპეცსამსახურების ბუნაგად, მე ადრეც მithქვია, კიდე ერთხელ ვიმეორებ, ეს ღიათ ვამბობ, ეს არის შორენა, ეს არის ის ჟუანია, რომელიც არის
ჩაბუდებული იგივე ჯაღმაიძე ესენი არიან პირდაპირ სიონისტების და ამათი ესა გადაგვარებული ადამიანები, უამრავი გადაგვარებული კიდე ვინც იქ მუშაობს. ხო, და თავისთავად აქვს ხალხს ძალიან დიდ ნაწილს აქვს ესეთი ის რომ თლად ბომბი დაცემიაო. ამას ამოწმებენ ზუსტად. კი ბატონო, ეს არის ჩვეულებრივი სპეცსამსახურების დადგმული და ჩვეულებრივი ეს ყველაფერი რაც საქართველოში ხდება, მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ მართლმადიდებელმა და ქრისტიანმა ხალხმა, ვისაც ხედავთ ამას და არც ფანატიკოსები გვინდათ ვიყოთ და არც მებრძოლ უღმრთოთა კავშირის წევრები. როდესაც საქმე ეხება ქრისტიანობას, როდესაც საქმე ეხება იმას, რა ქვია, ჩვენს სარწმუნოებრივ საქმეს და უფალს როდესაც ეხება საქმე, აქ ადამიანმა მოიტყუო, აქ ადამიანმა თავი იკატუნო, ეგრე არ არის. აქ არის ერთადერთი გამოსავალი. საქართველოში უნდა ჩატარდეს რუის ურბნისის კრება. დიახ, უნდა ჩატარდეს რუის ურბნისის კრება. და ნაწილნაცარმეტყველები არის როგორ იცით? დადგება დრო და საერო პირები ჩაატარებენ საქართველოში რუის ურბნისის კრებასო. ეს აუცილებლად მოხდება. აუცილებლად მოხდება. თუ საქართველო უნდა გადარჩეს და ეს არის უფლისგან დადგენილი ეს ქვეყანა და ეს ერი უნდა გადარჩეს. ვერ გადარჩება სხვანაირად. არ არსებობს სხვა საქართველოში არაქრისტიანული საქართველო და უღმერთო საქართველო, რომლის გზაზეც დგას ეს ყველაფერი და თქვენ წარმოიდგინეთ, ამდენი ფარისევლობა და ამდენი სიყალბე რო არ იყოს და ჭეშმარიტ ქრისტიანულ გზაზე იდგას საქართველოს სასულიერო პირები და მრევლი, აი თქვენ ნახეთ საქართველოს ვერ იცნობდით 2 წელიწადში. კი არა, 1 წელიწადშიც ვერ იცნობდით. ხალხთა შორის როგორი დამოკიდებულება იქნებოდა. სახელმწიფო როგორი იქნებოდა, საერთოდ ყველაფერი თავიდან ბოლომდე შეიცვლებოდა. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის ერის და ქვეყნის გადასარჩენად, ეს არის რუის ურბნისის კრება. ამას ამბობდა მეუფე იობი და მე ვეთანხმები ამ ყველაფერს. ღიად, საჯაროდ. ხო, რაც შეეხება ახლა იმას, რომ შიოს ვაცადოთ, არ ვაცადოთ, მე არავინ მეკითხება შიოს ვაცადოთ თუ არ ვაცადოთ. ხო, მერე და მეორე ამ სისტემას იმიტომ აწყობდა შიოს არჩევა, რომ შიოს რეალური გამოცდილება ხალხთან ურთიერთობის და ბევრი რამის საერთოდ არ გააჩნია. ამიტომ მისი მხრიდან ძნელად წარმოსადგენელია მსგავსი ნაბიჯების გადადგმა. ხო, და თუ ვისაც შეეძლო ამ ყველაფრის გაკეთება და ვისაც გამოცდილებაც ჰქონდა და ცხოვრებიც ისე ჰქონდა, იმ ადამიანებს დიპლომი არ აქვთ. უდიპლომოები არიან. ხო და ახლა თუ უნდა შიოს რომ ამ ქვეყანა წამოიყვანოს სიკეთისკენ და თუ ქვეყანა უნდა წაიყვანოს იმისკენ რომ ქართველი ერი ადრე თუ გვიან დადგეს ჭეშმარიტების გზაზე და დადგეს იმ გზაზე რაზეც იდგა მართლმადიდებლობა უდიდგანვე სჯულის კანონზე და ემაზე რა ქვია რუის ურბნისის კრებაზე მაშინ უნდა დაიყენოს გვერდით ზუსტად ის სასულიერო პირები, რომელიც სასულიერო პირებსაც ხელეწიფებად ესეთი რაღაცის გაკეთება. თუ არა გეუბნებით, საქართველოში საერთოდ ჩვენ უბრალოდ უფალი დაფშვის. მე გეუბნებით, სასჯელი მოვა ქართველ ერზე, ჯერ ეს რაც ხდება, ეს არაფერია. ეს კიდე არაფერია. ხო იცლება ქვეყანა, ხო განადგურების პირასავართ, ხო გაიფანტა ქართველი აღმა, დაღმა, ხო უცხო ხალხი მრავლდება, ჯიშდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო ეს ხდება. ეს კიდე არაფერი არ არის. იმიტომ რომ ვისაც მეტი აქვს წარსული და ვისი წინაპრებიც ცოცხალი წმინდანები იყვნენ, ნამდვილად ცოცხალი წმინდანები იყვნენ. რომლებმაც და მე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს არის ის იშვიათი გამონაკლისი, რომელსაც საერო პირები მეტი წმინდანი ყავდა. მეტი წმინდანი ყავს საერო პირი, ვიდრე სასულიერო პირი. 100-ია ეს. აი 100,000 მოწამედან სასულიერო პირი პრაქტიკულად არ ყოფილა. არ ყოფილა. და აღარაფერს ვამბობ დიდ მოწამეებში. დიდ მოწამეებში არც ერთი სასულიერო პირი არ ყოფილა. იყო დედოფალი, იყო მეფე, იყო მებრძოლები, მაგრამ არ ყოფილან დიდ მოწამეები. არც დავითა კონსტანტინე ყოფილა სასულიერო პირი, არც გობრომი ყოფილა სასულიერო პირი, არც თავისთავად ქეთევანი ყოფილა სასულიერო პირი და ასე შემდეგ. ამიტომ საერო პირებს ქრისტიანობას ძალიან ბევრი რაღაცა აქვს. ბევრი რაღაცა აქვს ალაპარაკო და სათქმელი და კეთილინებეთ და მოისმინეთ.
თუ ისინი გეუბნებიან, ვინც თქვენ გეუბნებათ ჯულის კანონზე და ვინც თქვენ გეუბნებათ რუისურნისის კრებაზე, საერო პირი იქნება თუ სასულიერო პირი იქნება, მას მოусმინეთ. და არა იმათ, ვინც რაღაცებს გებოდიალებათ ჯულის კანონის და იმის რა ქვია რუისურნისის კრების გარეშე, რომ ახალი ქრისტიანობა რო აქვს მოგონილი აქ ჯაღმაიძეების თამადობით. ხო და ეს კიდე არაფერია და მივა ბოლომდე მე ვინმე მართვას რომ ეს რატომ მოგვივიდა. იმიტომ მოგივიდათ ეს ყველაფერი და იმიტომ მოგდის ეს ყველაფერი, რომ ქართველმა ერმა დაივიწყა ღმერთი, აირჩია იული გზა ცხოვრების ფარისევლობით უნდა რომ გავიდეს ამ ყველაფერს, ვერ გავალთ ფარისევლობით ამ ყველაფერს, არანაირად ეს. გამორიცხული ეს ყველაფერი არ მოხდება და ეს ყველაფერი მიიღებს კიდე უფრო და უფრო საშინელ ფორმებს. ეს კიდე დასაწყისია. მე ჩემი მითქვია. დანარჩენი აგერ თქვენ, აგერ მე. სამწუხაროდ ყოველთვის მართალი აღმოჩნდი, როდესაც ეს რაღაცას ვეხებოდი. გითხარით, რომ რელიგიას სარწმუნოებრივასთან და მართლმადიდებლობასთან ბრძოლა პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ გაათმაგდება და გაასმაგდება თქვა. თქვენ ახლა წარმოგიდგენიათ ვინმეს ილია მეორის პერიოდში ვინმე მისულიყო და ეს რა ქვია, მანქანით დაჯახებოდა იმას? საპატრიარქოს კარიერს. ეს მაშინ არ მომხდარა, ჩემო კარგებო, როდესაც სასულიერო პირების დიდმა ნაწილმა ქვეყანაში ხარი დაუჭირა შევარდნაძის კლანს და გადატრიალებას და უბედურებას. მაშინ არ მომხდარა. რატო არ მომხდარა, იცი? იმიტომ ვისაც ებრძოდნენ ხუნტა, შევარდნაძის ხუნტა და ის წეული ის მოღალატეთა კავშირი, ვისაც ებრძოდა, ისინი იყვნენ ქართველები. მართლა ქართველები იყვნენ, ქრისტიანი ხალხი იყვნენ, ზნეობრივი ადამიანები იყვნენ და ისინი ამას არასდროს არ იკადრებდნენ. დღეს რო უკვირთ, რომ შვედის მომხრეები თურმე რაღაცას ლაპარაკობენ პატრიარქზე და საპატრიარქოზე და იმაზე და ამაზე. ლაპარაკობენ, იმიტომ რომ ახსოვთ, წარეთ მათი საქციელი, რომელმაც ქვეყანა ამ დღეში ჩააგდო. ლაპარაკობენ ამიტომ. ხო. მაგრამ არასდროს არ უკადრებიათ იმათ, მისულიყვნენ და საპატრიარქოში მანქანით შევარდნილიყვნენ და ასე შემდეგ. მაგრამ დღეს მტერი საპატრიარქოს და მტერი იმას ხოცობას ის კი არ აყავთ, რა ქვია, ზნეობრივი ქართველები. მათნაირი უზნეოები ყავთ მტრად. მათნაირი უზნეოები, მათნაირი ურწმუნოები, მათნაირი ურჯულოები, მათნაირი უჯიშოები და მათნაირი წეული ხალხი. არაფერი განსხვავება. ამიტომ ისინი ყველაფერს იკადრებენ. აი ამას უყურებთ ახლა ჩვენ. არ ვიცი, ჩემო წაკითხული აქვს თუ არა აქვს ჯულის კანონი ყოველ შემთხვევაში. ერთი ნამდვილად ვიცი, რომ ვინც თავს დებს იმაზე, რა ქვია, დიდ ქრისტიანობაზე და იქცევა როგორც ანტიქრისტეს წარმომადგენელი. ძალიან ბევრს ძალიან კარგად აქვს წაკითხული. მე გეუბნები, ძალიან ბევრს აქვს ძალიან კარგად წაკითხული. მაგალითად, ელემენტარულად გეტყვით, მაგალითად, პეტრე ცავა ძალიან კარგად იცის ჯულის კანონი. აი იმ ჟოზეფინას რო ეძახიან. ძალიან კარგად იცის იმას ჯულის კანონი. იმ სიონისტებმა ძალიან კარგად იციან ჯულის კანონი და რო იციან, იმიტომ ებრძვიან საქართველოში მართლმადიდებლობას იმ ფორმით, რომ ჯულის კანონი არ შესრულდეს. ამიტომ ხდება ეს ყველაფერი. იმიტომ კი არ ხდება, რომ ვიღაცას ეს მოეპრიანა. ზემოთ, ვინც ამ პროცესებს მართავს, ძალიან განსწავლული ხალხია. აი ქვემოთ კიდე, ხო? ქვემოთ არა საჭირო მათ იცოდე. ქვემოთ ყავთ ესეთი კერპომანიის მხარდამჭერი ისინი, რა ქვია, რომლებიც მსგავს რაღაცეებზე მოვლენ და თვალებს ამოგთხრიან და რომლებმაც ფანატიკოსები უნდა მართონ. ამაშია საქმე. და იმ დონეზე მივედით, ეს ჩვენ არის ერთ-ერთი ყანდური საპატრიარქოში ჟოზეფინა, ზედმეტ სახელად. სოდომიტი, პირწავარდნილი, ღვთისპირისგან გადავარდნილი არსება, რომელიც ჩანერგილი არის პირდაპირ მოსადის და FSB-ს და ამათი აგენტურის მიერ. და ყველაფერი კარგად იცის. მაგრამ არავინ იმას არ აგდებს იქედან.
ერთ-ერთი სხვათა შორის ძალიან კარგი მცოდნე არის ჯულის კანონის. ხო და აი ჩემო ძმაო, როდესაც აკითხულიც ძალიან კარგად აქვს და იციან, იმიტომ აკეთებენ ამ ყველაფერს. კი ბატონო. გაფრთხილება იყო, რომ კიდე ზედმეტ ილაპარაკებს და ვიღაცას მოწამლავენ, რა არ მოწამლეს, რა არ მოკლეს, ცოტა ხალხი მოკლეს. აი ეუფი ათანასე არ მოკლეს, არ მოწამლეს. და რამდენი გინდა იმდენი ამბები მოხდა. არაფერი ამის საშველი არ იქნება. თუ საქართველოში ჯულის კანონი არ აღდგა და არ აღდგა რუის კრების გადაწყვეტილება, უყურებთ თქვენ ამას, რა ქვია, აშენებული მას კედლებს და იძახეთ ისე, მაგ ნაწილსადმეტყველები როგორაა, იცით? მეორეთ მოსვლის დროსო. ეკლესიებს ოქროს გუმბათები ედგმებათო, მაგრამ მადლის და სარწმუნოების შიგნით არაფერი არ იქნება. გადახედეთ მე ახლა ამგეს და შეხედეთ თუ რამე არის ამათში. კი ბატონო, აი ლაზარე ჯორბენაძეზე ვინმე მოიყო ხმა? სასულიერო პირი არისო? აგე რა, დავით გარეჯის გადაცემაში რო ამხილეს ისა, რა ქვია? რო ამხილა წონებულმა. ხოცები. და ვერც გასცეს პასუხი და კაცი მოკლეს პირდაპირ. მოკლეს. არც თვითმკვლელობამდე ვინ მიიყვანა, არც ექსპერტიზა, არც არაფერი, ჩაგდეს სამდღეში მიწაში. ვინა მოიყო ხმა? რომელმა სასულიერო პირმა მოიყო ხმა? ეგ არის. ამიტომ ეს ჩვეულებრივი პროცესი არის ჯაჭვის. მე გეტყვით, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. ახლა ხო კარგად გვახსოვს ჩვენ ნაცების დამოკიდებულება, როგორი იყო სარწმუნოებასთან და ეკლესიასთან მიმართებაში. ხო კარგად გვახსოვს. ნაცები პირდაპირ ამას არც მალავდნენ, პირდაპირ მანქანით ეტაკებოდნენ, მრევლს ცემდნენ, 1000 უბედურებას ატრიალებდნენ და ღია პირდაპირ აგრესიული ანტიქრისტიანები იყო. მაგრამ როგორ იყო ესენი შეფარული იყვნენ წმინდა გიორგის იმას და აი დღესასწაულებზე ამ დროს დაამთხვიეს ნაცების მოსვლა. ვითომ დიდი მორწმუნეები იყვნენ, ხო? რეალობაში იყვნენ პირიქით აგრესიული ანტიქრისტიანები. ხო და აქედან გამომდინარე ახლა ნაცებმა თავისი როლი შეასრულეს, იმიტომ რომ მაშინ საზოგადოება სხვა იყო. ნაცების მერე მოვიდა რბილი ეკარი, ბატონი ბიძინე. წმინდანი, ღვთისკაცი, ბიძინე. ბიძინეს დროს დაიწყო სხვა მეთოდები, ისეთი მეთოდები, რომელიც ნაცების დროს არ იყო. ნაცების დროს ახლა მიშას რაც არ უნდა დააბრალო, ვერაფრით ვერ ნახავთ თქვენ, რომ მიშა გამოსულიყო და როდესმე პიდარასტებზე მხარი დაეჭირა. არ ყოფილა ესეთი მომენტი. ისედაც დაბალი რეიტინგი ქონდა, ჯერ ერთი და ასე შემდეგ და კიდე თლათ ვერ გადარევდა ხალხს. ამიტომ ეს არ ყოფილა. ვერ გამახსენებთ თქვენ მე სადმე რომ ნაცების დროს მაგალითად ნარკომანიას და მარიხუანას და უბედურებას და ამ გასაბერი ეკლესიები, მღვდლობა, გირჩობა, ესეთ ნაცების დროს არ ყოფილა. ეს მეიტანა ბიძინემ. მოიტანა როდისმერე, იცით? როდისმერე მოიტანა ეს ყველაფერი, იცით? აი მის მერე მოიტანა, როდესაც პირველი LGBT-ობა და გადაგვარება და უბედურების ჩატარება რო დააპირეს თბილისში და ჩაატარეს მაშინაც სოციალური ექსპერიმენტი, რომ ჩაეტარებიათ LGBT პრაიდები და გამოვიდა 100,000 თბილისელი ქუჩაში და ეს ყველაფერი არია დარი. მაშინ დაინახეს და მიხვდნენ, რომ ამდენი ბრძოლა სარწმუნოებასთან და მართლმადიდებლობასთან თურმე უშედეგო ყოფილა. ამის მერე დაიწყო უკვე ბიზნესეული ტაქტიკით და სტრატეგიით ბრძოლა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. აგერ პრაიდები, LGBT-ობა, ანტიდისკრიმინაციული კანონი, აგერ პლანის წევა, აგერ ნარკომანია, აგერ გასაბერი ეკლესია, აგერ გირჩი თუ გახდები, რა პრობლემაა, გირჩი თუ იქნები, აი გირჩის ახალგაზრდა თუ ხარ, რა პრობლემაა, ყველანაირად დაცული ხარ. ჯარში არ წახვალ, პლანი ეწია, კაცშვილი არ გიჭერს, პირდაპირ ეთერში დათეს კაცშვილი არა, მაგაზე პასუხს მომთხოვნი. ბორდელი გახსნას თავიანთ ოფისში ოფიციალურად კაცშვილი არა პასუხს მომთხოვნი. წავიდნენ შარვალი ჩაიხადეს იქ, თავი მოჭრეს, თელეს თურქო, მე რა მოხდა? მე აი ესეთი მეთოდიკით. ეს უფრო ჯერ ის მიშას თაობა იყო და ახლა ეს თაობა მოვიდა, რომელიც წარმატებით ებრძვიან. ახლა უკვე ინდონეზიაში ეს ყველაფერი მისული პირდაპირ საპატრიარქოსში მანქანით შერბიან. ხვალზე.
იმ მოლოტოვის კოქტეილებით მიადგებიან ის ლაზარე გრიგორიადისები და ისინი და გადაწვევენ იქაობას. მე ერთ რაღაცას გეტყვით, რომ სიმართლე გითხრათ, ჯაღმაიძე რო გადაწვან და შორენა გადაწვან. ზედმიაყოლონ ის ლაშა ჟვანია და ისინი ერთ წამ არ დამწყდება გული. და საქმე იმაშია, რომ მაგათ არავინ არ გადაწვავთ. მაგათ არავინ არ გადაწვავთ. გადაწვევენ სხვას. წესიერი ვინცაა დარჩენილი იმას. და საერთოდ წმენას გაანადგურებენ საქართველოში მართლმადიდებლობას გაასწორებენ მიწასთან. თორე ჯაღმაიძე და ეს შორენა და ესენი მაგათი მოკავშირეები არიან. იმიტომ რომ ქრისტიანობას ქრისტეს სახელით და ხელით ისე ებრძვიან, როგორც ცხონებულ ზვიად გამსახურდიას ეს ზოგიერთი ის რო არის. ზვიადისტები რო არიან, ვითომ ზვიადის სახელით რო იმას ეროვნულობას ებრძვიან. გაიხარე ჩემო ძმაო, მწვანე შუქი მოგცეს მაღალმა ღმერთმა გზაზე, კაი კაცი ხარ, ხანდახან შემივლია თვალი და მშვიდობის გზა მოგცეს, საითაც პირიქნა. კოკის ჯგუფიო კომენტარს წერს და კაი გულიანი ადამიანი ხარ, შენ და მომხვედრილ ხარ თვალში და ღმერთმა გაგიმარჯოს, საითაც პირიქნა. ნუ მოკლედ ამ იმაზე ვართ მიმდგარი რა. ჩვენაირი ადამიანები 4 და 5% თუ იქნა მაქსიმუმ, ყოველ შემთხვევაში უნდა იქნება იციან თვითონაც იციან რო არის, მაგრამ თავი ვერ უნდა დაიყარონ. ერთად ვერ უნდა ჩამოყალიბდნენ, იმიტომ რომ ვთქვათ 1% ეგეთი ქართველი გაერთიანებული 35,000 არის. 35,000 გაერთიანებული ქართველი ვაჟკაცი ყველანაირ ამინ შეცვლის ქვეყანაში. ამიტომ ვინც ამ გზაზე ლაპარაკობს, ვინც ამ ფორმით ლაპარაკობს, ისინი არ უნდა იყვნენ. ამათი ალტერნატივა არის ფსევდოეროვნული ძალები, ფსევდოეროვნული ლიდერები ესენი და ხოცებიც ხო თვითონ ხო ეროვნულები არიან. ხოცებიც ხო თვითონ მორწმუნეები არიან. კაი კაცი ხარ ძმაო შენ და ღმერთმა ხელი მოგიმართოს, საითაც პირიქნა. არ გიცნობ, მაგრამ ვიცი შორიდან. აგერ ახლა უბრალოდ ელემენტარულს გეტყვით. აი ელემენტარულს გეტყვით, რომ გამოვიდა ახლა პატრიარქმა, მე არც მაშინ მალავდი ჩემ დამოკიდებულებას, არც ახლა მალავ. მე ჩემთვის როდესაც მეუფე ისაიას არ მიეცა საშუალება უბრალოდ არჩევნებში მიეღო მონაწილეობა და აირჩევდნენ თუ არა ეს ცალკე საკითხი იყო, ეს მე არ მიმაჩნია სწორად და არ მიმაჩნია ქრისტიანულად ეს ყველაფერი და თავისთავად ჩავთვალე ეს ყველაფერი, რომ არასწორი იყო. ახლა რა დამოკიდებულება მაქვს, მე სხვა ამბავია ეს ჩემს ეკლესიაში რაც ხდება და როგორ ხდება, მაგრამ ამათ რა უფლება აქვთ. გამოვიდა ახლა გუშინ წინ, როდესაც იყო და თქვა შიომ, როდესაც ილაპარაკა აბორტებთან დაკავშირებით და საოცრება ხალხო სენსაცია. გამოდის პრემიერ-მინისტრი იქ იყო, პრეზიდენტი იქ იყო, პარლამენტის თავმჯდომარე იქ იყო, ბიზნესიც იქ იყო. მეც ვის უნდა უქადაგოს, ვინც გადაწყვეტილებას ღებულობს ქვეყანაში, რომ აბორტი აიგრძალოს. ხო? მოდის, მაგრამ ბრუნდება ამ ქადაგებიდან ეს, რა ქვია, პრემიერ-მინისტრი და ეუბნებიან აბორტის საკითხთან დაკავშირებით და რას ამბობს. ესე იგივე პატრიარქის ქადაგების შემდეგო ქვეყანაში, ანუ ქადაგებამო 39,000-იო აბორტიო 12,000-მდე ჩამოიყვანა. წარმოგიდგენიათ? ალბათ ერთ-ორს იქადაგებს კიდე შიო და საერთოდ გაქრება ეს პრობლემა, თუ რისი თქმა უნდა. არ არიან ამისთვის მზად, არ უნდათ. ის რომ მკვლელობა არის აბორტი. ის რომ ქვეყანაში 300,000 აბორტია გაკეთებული და საქართველოს აბორტების მხრივ პირველ ადგილზე იყო საერთოდ. ჯერ მარტო ამ არ დაბადებული ბავშვების ცოდნა რას მოუდან ამ ერსკაის. ეგ არის. ამიტომ ეს აბსოლუტურად ლოგიკური ჯაჭვია იმისი, რაც ქვეყანაში ხდება. და თუ საიდანაც ვიწყებთ ბრუნდებით იქ, თუ ქართველ ერს უნდა გადარჩენა, თუ საქართველოს უნდა გადარჩენა, მაშინ აუცილებლად უნდა ჩატარდეს რუის ურბნისის კრება. კრება როგორც ასეთი ჩატარებულია, რაც იქ მიღებული კანონებია, იმის განხორციელება უნდა მოხდეს. თვითონ საპატრიარქოს და ეკლესიის წინაშე დამიჯერეთ თქვენ, რომ 90% ესენს ყველა გამოსაყრელია იქედა. არ არის იმაზე დიდი მტერი. ფარული ქრისტიანობაზე, ეს ფარისევლურ ქრისტიანობაზე მე დიდი მტერი ქრისტიანობას არ აქვს. იმიტომ რომ
ის ყოველთვის ხდება. აიღეთ ელემენტარული ტყვიან, რომ ჯაღმაიძემ უნდა მომიწოდოს ახლა მე ქრისტიანობისკენ კაცი, რომელიც არის ყანდური, ბიზნესმენი, აქეთ, იქეთ, ფული, ქონება, ჩამჯდარი, ყველაფერს წვეთს, საკუთარ სულიერ შვილებს ესა რა ქვია, აგენტურებთ ზრდის, ეგერ სოკართან შენი ჭირიმე შენგენაცვალე ჩახუტებული და დავით გარეჯი საქართველოს ამან უნდა მელაპარაკოს ახლა მე ქრისტიანობაზე? აი ეს ხალხი აბრკოლებს რწმენაში ადამიანებს. ესეთები ბლომათა ამათგან რომ გაიწმინდება, რო არ იქნებიან ესენი ეკლესიის წიაღში, მაშინ სათქმელი არ იქნება არავის. აბა გადახედეთ ერთი, ყავდეს ჩვენ ერთი მეუფე ისაიასავით მაცხოვრებელი ხალხი, რომელსაც მისი პირადი ქონება არაფერი გააჩნია, რომელსაც თავი აქვს დადებული ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე, გაჭირვებულზე დახმარებაზე 92-93 წელი, 2008 წელი, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. თუ იქ ხარ ისეთი უნდა იყო, თუ არა და არ უნდა იყო. ეგა. კარგით, ჩემო კარგებო, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა და რა ვიცი, აბა, ისეთი მშვიდობას არ გისურვებ ნამდვილად, აი როგორც ეცა, ხო, მშვიდობა ხო, ომი ხო არა, იმიტომ რომ ესეც დიდი ხნის უკან იყო ნათქვამი იოანე ოქროპირის მიერ, რომ მშვიდობა, რომელიც ღმერთს ებრძვისო, დაუნდობელ ომზე მეტი უარესი არისო და მე არ მინდა ესეთი მშვიდობა. სისულელია, იმიტომ რომ ეს კერი. კი ბატონო, 100 არის, 100 იყო, რომ მოდის წმინდა ბერი და გზაში ხვდება ეშმაკი. სად მიდიხარო ეკითხება. სად მივდივარ და მონასტერში ვარ. მონასტერში რა გინდა? ღვთის სახლი არის, იქ შენი საქმე არაო. სადაც ღვთის სახლია და სადაც სიწმინდეა, იქ მინდა ზუსტად თუ არა, სადაც უწმინდურებაო და სადაც ბორდელია, კაზინოა, ბუნაგია, იქ მე დიდი ხანია ვარო. მართალია ეს? კარგი, ჩემო კარგებო, მადლობა ყველას.